განუყურებთ ბიზნეს კურიერს დღეს 7 ივნისია მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ მოგესალმებით. ათასობით უმუშევარი იმედგაცრუებული დარჩა საჯარო სამსახურებში კონკურსმა 90%-ით ადრევე შერჩეული კადრები დატოვა, არა და ერთ ადგილზე 100-ზე მეტი კანდიდატი მოდიოდა. 51 კაცი მთავრობის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში 81 ანტიკრიზისულ საბჭოში. თვითმმართველობებშიც ორჯერ მეტი კადრია შტატგარეშე ვიდრე შტატში. რაზე იხარჯება ფული? 1000-ზე მეტ სიბსა და სახელმწიფო შპს-ში ხელფასს ერთგან ისე იღებენ, რომ არ მუშაობენ, მეორეგან 20-30 ლარს იწერენ, ვინ განაგებს ფულის ხარჯვას. კადრების უკონკურსოდ სუბიექტურად შერჩევა ახალმა ხელისუფლებამ ახალი ტემპით განაგრძო და 2012-ის ოქტომბრიდან არჩევნებიდან მხოლოდ 6 თვეში ამ პრინციპით 7000-მდე ახალი კადრი დანიშნა თანამდებობაზე. ხოლო კანონით დადგენილი კონკურსის ჩატარება შარშან სამგზის გადავადა და როგორც იქნა წელს იანვარში დაინიშნა, ოღონდ მხოლოდ დროებითი მოვალეობის შემსრულებლებისთვის. და როგორც გაირკვა, მხოლოდ ფორმალურად Transparency International-მა გამოიკვლია, რომ ადგილების თითქმის 90%-ზე მაინც იგივე კადრი დარჩა და ეს მაშინ, როცა ერთ ადგილზე 100-ზე და მეტი კანდიდატი მოდიოდა. მაგალითად, შეგვიძლია ეს გრაფიკულადაც ვნახოთ, იუსტიციის სამინისტროში კონკურსი ადგილზე 184 კაცი იყო, ეკონომიკის სამინისტროში 160 კაცი, ენერგეტიკის სამინისტროში 97, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ადგილზე 96 კაცი მოდიოდა და მაინც ყველგან ადგილების 95-დან 100%-მდე ისევ ადრევე უკონკურსოდ დანიშნულ კადრებს დარჩათ, როგორც ამას ხედავთ თავდაცვის სამინისტროში 100%, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 100%, ფინანსის სამინისტროში 99%-ით იგივე კადრები დარჩა, ვიდრე კონკურსამდე იყო. ასეთი შედეგები კი სამთავრობო კადრების კომპეტენციასაც ეჭქვეშ აყენებს და ხალხის ნდობასაც, რომელმაც დაიჯერა, რომ ჩაწყობის გარეშეც შესაძლებელია დასაქმება. ლევან ნატროშვილი ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, Transparency გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭვირვალობიდან შემოგვიერთდება ახლა ამ თემაზე საუბარში პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ლევან და აი რაც ნიშნავს ის, რომ თქვათ 90%-ზე მეტი იგივე კადრებისა, ოღონდ ამჯერად უკვე დროებითი მოვალეობის შემსრულებლების ფორმით დაინიშნენ იგივე თანამდებობაზე. ნიშნავს რა თქვათ, რომ ეს კონკურსი იყო ფიქტიური და უბრალოდ კონკურსი კონკურსისთვის, თუ აი რასთან აგვაქვს საქმე? კი ბატონო, პირდაპირ რა თქმა უნდა იმის თქმა, რომ ეს კონკურსები ყველა ფიქტიური იყო, რა თქმა უნდა არ შეიძლება, თუმცა დიდი ეჭვი არსებობს, რომ რაღაც კარგად არ იყო აი ამ კონკურსების დროს, ამ თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ ჩვენ 2013 წელს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული საკადრო ცვლილებები, საკადრო პოლიტიკა შევისწავლეთ და იქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ახალი თანამშრომლების მხოლოდ 4% იყო კონკურსის წესით დანიშნული და შესაბამისად ამის შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვივარაუდეთ, რომ ეს დანარჩენი 96%, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად იყო მიყვანილი ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ავტომატურად უკვე კონკურსებშიც გაიმარჯვებდნენ და შეინარჩუნებდნენ. რატომ ვივარაუდეთ, ესე ვთქვათ, რას ეყნობოდა თქვენი ვარაუდი? პრაქტიკას, არასწორ პრაქტიკას, წინა წლების თუ პერიოდის, თუ უბრალოდ იმიტომ, რომ რადგანაც მათ გამოცდილება ჰქონდათ უკვე მიღებული და შესაბამისად ეს ვარაუდი რამდენიმე ასპექტს ემყარებოდა, ანუ ერთ-ერთი თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც მოვალეობის შემსრულებლად წლებია განსაკუთრებით მუშაობს ერთ და იგივე ადამიანი, მას გარკვეული უპირატესობა რა თქმა უნდა გააჩნია სხვა კონკურსანტებთან შედარებით. გარდა მაგისა, საზოგადოებაში ყველა მიცით, რომ არის ესეთი განწყობა, რომ კონკურსები ფორმალურად ტარდება და საკმაოდ ბევრ შემთხვევაში ეს დასაბუთებული ეჭვიც არის, დასაბუთებული არის ეს ეჭვი და ჩვენ უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ აი ეს გარკვეული ეჭვი შეგვემოწმებინა, რამდენად გამართლდებოდა, სტატისტიკურად შეგვემოწმებინა და არა თქვა განსაკუთრებით თვისებურად, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავდევთ რა თქმა უნდა თავს, რომ კონკურსები ყველა შევისწავლეთ თვისებრივად და შევხედეთ დავესწარით გასაუბრებებს და ნაწერები ვნახეთ ყველა კონკურსანტის, თუმცა თავისთავად უკვე საინტერესო არის ეს ტენდენცია, რომ ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოვალეობის შემსრულებლები იმარჯვებდნენ ამ თანამდებობაზე. გასაგებია, ლევან, იცით რა მინდა კითხოთ? აი ამ 7000 კაციდან, რომელიც არ არის წლების წინ დანიშნული, ეხლა დაინიშნა, მას შემდეგ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მათგან რა პროცენტი იყო ის, ვინც ვერ გააგრძელა მუშაობა და შესაბამისად კონკურსი წააგო? თუ გაქვთ ესეთი ინფორმაცია? ჩვენ 7000-ზე არ ქონია საუბარი ქონდა ამ 7000-ის ნაწილზე დაახლოებით, ამ 7000-დან დაახლოებით 70% იყო ცენტრალურ
ცენტრალური ხელისუფლების თქვენ მოიცავით ასე რომ ვთქვათ ხო? დიახ, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და იმ ადგან, ვინც ახალი დანიშნული იყო და შესაბამისად ის ვთქვათ მიზეზი, რომ ვთქვათ მუშაობდა დიდი ხანი და გამოცდილება ჰქონდა, არ შეიძლება ყოფილიყო ვთქვათ გადამწყვეტი ფაქტორი. ისე და ესეთი ზუსტი ჩვენ გამიჯნოს ვერ გავაკეთებდით და ვერ შევძელით რომ გვენახა ეს მოვალეობის შემსრულებელი როდის იყო დანიშნული კონკრეტულად ან წლები მუშაობდა თუ რამდენიმე თვე ამის გამიჯნა არ მოგვხდენია ფაქტი იყო რომ მოვალეობის შემსრულებელი იყო და რეალურად მათმა ძალიან დიდ მომავალს გაიმარჯვა ამაზე არ აქვს საუბარი თუმცა რამდენი პროცენტი იყო მათგან წლებით ნამუშევარი ადამიანი და რამდენი პროცენტი იყო 2012 წლის არჩევნების მერე მისული ეს ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს ჩვენ თავმნიშნულია რომ მთელ რიგ უწყებებში მათ შორის საკვანძო უწყებებში 100%-იანი ვთქვათ შენარჩუნება გვაქვს ადგილების თქვენ მიიჩნევთ თუ არა რომ კონკურსი შედგა იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ კონკურსი მომხდარიყო და ეს პრეცედენტი დამკვიდრებული იყო რომ აი თქვა საჯარო უწყებებში კონკურსის წესით ხდება კადრების შერჩევა კონკურსი შედგა თუ არ შედგა აიცი შედგა ფორმალურად რა თქმა უნდა შედგა იურიდიულად ან დამტკიცებულია ეს შედეგები რაც კონკურსმა განახა თუმცა რა თქმა უნდა იმ ხარვეზებიდან ხარვეზებს თუ გავითვალისწინოთ რაც აი ამ სტატისტიკიდან გამომდინარეობს და ასევე ზოგადად საქართველოს საჯარო სამსახური კონკურსის წესით ასარჩევი თანამდებობაზე აი კონკრეტული არსებული პროცედურებში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარეობს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ეჭვები არსებობს რომ ეს კონკურსი შედგა, მაგრამ არა ისე როგორც უნდა შემდგარიყო და რეალურად კონკურსი იყო მხოლოდ კონკურსისთვის გამოცხადებული, ჩატარებული და არა იმისთვის რომ მართლაც შერჩეულიყო საუკეთესო კადრი ამ შემთხვევაში და კონკურსის თავი დანიშნულება ეს არის, ხო, ანუ ეს არ არის ახირება ვიღაცის, ანუ ამ კონკურსის გზა არის ყველაზე საუკეთესო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გამოირიცხება თუ რა თქმა უნდა ეს კარგად არის ჩატარებული კონკურსი და სამართლიანად ჩატარდა და ყველა პროცედურა იყო შესაბამისი, გამოირიცხება ასე ვთქვათ უფრო ნაკლებად კვალიფიციური ან რაღაც დისკრიმინაციული ნიშნით ადამიანების ასე ვთქვათ დაჩაგვრა ან პირიქით წინ წამოწევა და შესაბამისად კონკურსი აუცილებელია რა თქმა უნდა მაგრამ ეს კონკურსი თუ კარგად არ ჩატარდა და შესაბამისად არ ჩატარდა კარგად არ ჩატარდება არავითარ შემთხვევაში თუ არ იქნა ჩამოყალიბებული რაღაც მონიტორინგის სქემა და სისტემა და ესეთი მთავრობამ არ შექმნა აი მაგალითად ახლა იუსტიციის სამინისტროში როდესაც ერთ ადგილზე მოდიოდა კონკურსი 184 კაცი საშუალოდ არც ერთ ადგილზე ამ 184 კაციდან არც ერთი არ აღმოჩნდა ღირსეული უფრო ვიდრე იქ უკვე დროებით დანიშნული თანამშრომელი ხო ეს ბუნებრივია რაღაც გარკვეულ ეჭვებს და პესიმიზმს ბადებს αλბათ მათ შორის ვინც თქვა შეიტანა ეს განცხადება ხო და კიდევ შეიძლება მოუწოდოს ასეა ნამდვილად და ეს უბრალოდ ჩვენ მე მინდა გავამახვილო რამდენიმე პრობლემაზე ყურადღება, რაც რეალურად იწვევს აი ამ პრობლემას თავისთავად და რაც ადლევს საშუალებას კონკრეტულ უწყებებს, რომ კონკურსი აქციონ ფორმალობა ფაქტობრივად და გამოიყენონ ის ხარვეზები, რაც კანონმდებლობაში არსებობს და მაქსიმალურად ასე ვთქვათ თავის გემოვნებით შეარჩიონ კადრები. ეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ამას. პირველი ის, რომ ზოგადად არ არსებობს ქვეყანაში უნიფიცირებული ასე ვთქვათ საჯარო მოხელისთვის განკუთვნილი გამოცდები და კონკრეტული უწყება თვითონ ეწყვეტს რაში ჩაუტაროს გამოცდა, ზეპირი ჩაუტაროს, წერილობითი ჩაუტაროს, ტესტი დააწერინოს და ხშირ შემთხვევაში ძალიან ასე ვთქვათ თვითნებურად ხდება ამ ყველაფრის შერჩევა და რეალურად ამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთიანი მიდგომა იყოს საჯარო სამსახურებში და ვთქვათ ერთიანი საკვალიფიკაციო გამოჩნდება. ეს მიდგომა უნდა იყოს თუ არა ბატონ ლევან ან დავაზუსტოთ, უნდა იყოს თუ არა საკონკურსო კომისიის შექმნისასაც, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ვთქვათ წინა გადაცემებში, როდესაც საპატიო მოქალაქეები, დამსახურებული თეატრის მსახიობები და ასე შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის კონკურსებში შერჩეულები იყვნენ როგორც საკონკურსო კომისიის წევრები და ირჩევდნენ ვთქვათ ძალიან ვიწრო მიმართულების ადმინისტრაციული მოხელის კანდიდატებიდან რომელი იყო შესაძლებელია. აქაც რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი პრობლემა, ეს სწორედ მეორე პრობლემა არის, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიებს ფაქტობრივად ძალიან დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული, ანუ თვითონ უწყება წყვეტს პრინციპში როგორ დააკომპლექტოს, ვინ შეიყვანოს ამ კომისიაში და თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არა მარტო ცნობილი ადამიანები, ჩვენ მაგალითად ხშირად გქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო მოხელეებისთვის ასე ვთქვათ შესაძლო კონკურსში კომისიაში იმყოფებოდნენ მაგალითად სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არ არიან იმდენად კვალიფიცირებული, რომ მათ შეარჩიონ საჯარო მოხელეები, იმიტომ რომ არ იციან უბრალოდ რა უნდა კითხონ ამ მოხელეებს, რა მოეთხოვებათ და
შესაბამისად ვიღებდით საკმაოდ უცნაურ სიტუაციას, უცნაურ კითხვებს მათ მიერ დასმულს, რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო საჯარო მოხელის კომპეტენციასთან და რეალურად როცა ესეთი მდგომარეობა და საკონკურსო საათასო კომისიას ფაქტობრივად სრული თვითნებობა ხდება პრაქტიკულად და შეუძლია ნებისმიერად ასე ვთქვათ არბიტრალურად გადაწყვიტოს ყველაფერი და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და ამის მონიტორინგის მექანიზმი არსებობს ამ გადაწყვეტილებების და არ გარეშე ადამიანისთვის შეუძლებელია გაიგოს კონკურსის შედეგები იმ ქულები მაგალითად ვირამდენი ქულა მიიღო ვირამდენი ვის როგორი CV ქონდა გასაუბრებაში ვინ რა თქვა როდესაც ეს გამჭვირვალე პროცედურა არსებობს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მაღალი ალბათობა იმისა რომ რეალურად ანუ ეს საქმეობა მოხდეს პროტექციით და ნუ შესაბამისად აქ არ მარტო სამართლიანობასთან გვაქვს საქმე, არამედ იმასთანაც რომ შემდეგ ეს ამოწყებამ უნდა მართოს სახელმწიფო ხო და შესაბამისად არაეფექტური იქნება ქვეყნის მართვა. დიდი მადლობა. ცალკე საუბრის თემა გაბერილი საუწყებო შტატები და ხელფასები თუ პრემიები, რაც ხშირად არანაირ ლოგიკას არ პასუხობს საბოლოო ჯამში კი სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება. და საკმაოდ მძიმედ. რამდენიმე მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. მთავრობის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში 41 საშტატო ერთეულია. ორჯერ მეტი 91 კაცია ანტიკრიზისულ საბჭოში, რაც ბუნებრივია კითხვის ნიშნებს პატებს. საბჭოს ემსახურება აპარატი 41 კაცის ოდენობით. არასდროს არც ერთ ეტაპზე ანალოგიურ საბჭოს მომსახურე პერსონალი არ იყო 2-3 კაცზე მეტი. სახელმწიფო პოლიტიკა ყველგან ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მიუხედავად მათი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმისა არის აბსოლუტურად აბურდულ-დაბურდული, რაც უფრო ლამაზ სიტყვას ვერ ვიხმარ, განუკითხაობა, არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება აქ დაწესებული ხელფასები. პრობლემა კი მხოლოდ გაბერილ საშტატო ერთეულებში როდია. ხშირად შტატ-გარეში თანამშრომელთა რაოდენობა შტატიანებს ორჯერ და მეტად აჭარბებს ხოლმე, როგორც ეს მაგალითად ქუთაისის თვითმმართველობაში აღმოაჩინა საერთაშორისო გამჭვირვალობა. სტატისტიკური მონაცემები რო ავიღოთ, შტატში არის 18 მოსამსახურე აპარატში, საკრებულოს აპარატში და შტატ-გარეშე დაახლოებით 40 თანამშრომელი. საკმაოდ ისეთი დიდი ციფრია იმისთვის, რომ თქვათ, რომ შტატ-გარეშე გარდა აპარატის 18 თანამშრომლისა კიდე 40 თანამშრომელია საჭირო იმისთვის, რათა კომისიებმა გამართულად იმუშაონ. მთავრობის საკადრო და სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბარში ახლა ნონა ქურდოვანიძე შემოგვიერთება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, რომელიც ამ თემას კონკრეტულ დარღვევებზე დაყრდნობით იცნობს. მოგესალმებით ნონა. და მოდით პირველ რიგში აი რადგან ბოლოს პრემიებზე და ხელფასებზე ვისაუბრეთ, აი ამ თემას შევეხოთ. თქვენი დაკვირვებით, თქვენი გამოცდილებით, იმიტომ რომ ამ პრობლემას არა მარტო ერთი წელი აკვირდებით. მნიშვნელოვნად შეიცვალა თუ არა სიტუაცია იქითკენ ახალი ხელისუფლების პირობებში, რომ ეხლა გაცილებით მეტ ხელფასს, გაცილებით მეტ პრემიას იწერენ მთავრობის წარმომადგენლები თუ საჯარო უწყებებში. კი ბატონო, პრინციპში ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წელს ჩაატარა კვლევა, როდესაც ჩვენ სწავლობდით, როგორ ხდებოდა პრემიების გაცემა და რა წესით რეგულირდებოდა ეს საკითხი. ამათ შორის რამდენიმე სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები იქნა ამ პროცესში შესწავლილი და როგორც აღმოჩნდათ კანონმდებლობაში ასეთი შემთხვევა გვაქვს, რომ პრემია ამ შემთხვევაში არ არის კონკრეტულად გაწერილი, რა შემთხვევაში უნდა გაიცეს, არ არის დადგენილი მისი მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი და პრინციპში ეს არის დამოკიდებული ხოლმე კონკრეტულად ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებაზე, ვის მისცეს პრემია და ვის არა და ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რა თქმა უნდა. ჩვენი რეკომენდაცია ამ შემთხვევაში იყო ის, რომ გაგვეთვალისწინებინა საერთაშორისო სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და პრემიების გაცემასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებში არის ამგვარი გამოცდილება, მაგალითად, რომ არის დადგენილი მაქსიმალური ზღვარი, რაც შეიძლება იყოს გაცემული პრემიის. რამდენია მაქსიმალური? ეს მერყეობს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად არის, მაგრამ მერყეობს დაახლოებით 10-20% ხელფასის, ანუ სარგოსი არ შეიძლება გაიცეს პრემიის სახით. თუმცა ჩვენ საქართველოს და ისიც ალბათ არა ყოველთვიურად, ხო? იმიტომ პრემია მაშინ გამოდის ხელფასი, ხო? კი ბატონო, პრემიის არსი უნდა იყოს ის, რომ ის იყოს წახალისება გარკვეულწილად იმ თანამშრომლის, რომელიც კარგად ასრულებს მის მოვალეობებს. ჩვენთან
გვაქვს რომ ყოველთვიურად და მათ შორის ხელფასზე მეტი ოდენობისასაც კი ხდება ხშირად რამდენჯერმე ანუ 10ჯერ ან 5ჯერ მეტი ოდენობით შეიძლება გაიცეს ჩვენთან ესეა, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა ზუსტად იმის, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაცია და აუცილებელია სახელმწიფო მიიღოს კონკრეტული წესი და ამ წესის მიხედვით განხორციელდეს პრემიების გაცემა. ასე მნიშვნელოვანი არის, რომ დაასაბუთოს იმ თანამდებობის პირმა, ვინც იღებს გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე, რატომ აძლევს კონკრეტულ თანამშრომელს პრემიას. იმიტომ რომ რაც ალბათ რთული იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან ჩვენი მოწყობა ისეთია, რომ ეს სამინისტროები ისინი არ არიან აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები, ისინი არიან პოლიტიკის შემმუშავებლები. ანუ მან ისეთი რაღაც პოლიტიკა უნდა შემუშავოს, რომ თელ დარგში გამოიწვიოს რაღაც ისეთი აღმავლობა, რომ შემდეგ ეს ღირდეს აღნიშნოთ და პრემირებად. ხო? კი ბატონო, ანუ ჩვენი კანონმდებლობა ერთი კაცი ამას ვერ გამოიწვევს. დიახ, ჩვენთან უცნაური ის არის, რომ პრემია რა შემთხვევაში უნდა გაიცეს ამის განმარტება, საერთოდ პრემია რა არის, ამის განმარტებაც არ გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ნათქვამი არის, რომ ეს არის პრემია შეიძლება გაიცეს, მაგრამ რა შემთხვევაში და რაოდენობით ეს არ არის განსაზღვრული. ძალიან უცნაურია ხოლმე ასევე შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პირს დაწყებული აქვს რამოდენიმე კვირის განმავლობაში კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობა და უკვე იღებს პრემიას. ანუ ესეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს, რომ ხომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული სუბიექტურად იმ თანამდებობის პირის მიერ, ვინც გადაწყვიტა, რომ ეს თანამშრომელი პრემიით დაეჯილდოვებინა და არა წახალისების ის ფორმა, რაც ზოგადად სხვა ქვეყნებში არის აპრობირებული და ზოგადად პრემია რომ უნდა არსებობდეს, ეს პრობლემა არ არის, შესაძლოა პრემია გაიცეს, თუმცა უნდა იყოს რეგულაცია, როდის გაიცემა, ვის მიეცემა და თუ მიეცემა კონკრეტულ პირს, რატომ, ანუ რა დამსახურებისთვის მიეცემა ეს პრემია, ამაზე უნდა არსებობდეს ხოლმე. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ვის მიეცემა და შემდეგ რატომ მიეცემა გასაგები ხდება. თუ კი აი თქვა აი Transparency International-მა გამოავლინა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, თითქმის როგორც შეირჩა თქვა კონკურსში, თითქმის 90%-იანი ალბათობით, როგორც იყო კონკურსის შედეგები, იქ ფაქტობრივად სუბიექტური მიზეზებით ხდება ამ საჯარო უწყებებში კადრების დანიშვნა. აი თქვენ გამომდინარე უკვე კონკრეტული შემთხვევებიდან, იმიტომ რომ თქვენ მოგმართავენ ხო დასაცავად ესეთ შემთხვევებში, როცა დარღვევა ხდება, გაქვთ თუ არა იგივე შტაბ-შტილება, რომ ეს არის დიდწილად პროტექციონიზმზე დამოკიდებული საკადრო სისტემა. გასაგებია, არჩევნების შემდგომ, ანუ მე ვგულისხმობ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდს, ძალიან ესე ნათლად გამოჩნდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამშრომლები მასიურად მოგმართავდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სხვადასხვა ოფისებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და საუბრობდნენ იმაზე, რომ მათი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. და ჩვენ როდესაც ვეკითხებოდით, რა შევლინდებოდა ეს უკანონობა და ვსწავლობდით მათ საქმეებს, გამოვლინდა ორი მიმართულება და ამას გეტყვით რა მიმართულებებია. ერთი, როდესაც სთხოვდნენ მოსთხოვეს თანამშრომლებს, რომ მათ დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ თანამდებობებიდან და შემდგომ ამ ადგილებზე ცხადებოდა კონკურსები, ან კონკურსის გარეშე იღებდნენ კონკრეტულ პირებს, მაშინ, როდესაც ეს მათი რეალური ნება არ იყო სამსახურიდან წასვლის შესახებ. რა თქმა უნდა, პირადი განცხადება არის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად იმ პირმა მიიღოს საკუთარი სურვილით და არ იყოს შემცირებაში კი არ მოყვნენ, არამედ უბრალოდ ჩაანაცვლეს. კი ბატონო, ჩაანაცვლეს, ანუ გამონთავისუფლდა მათი ადგილები და შემდგომ ამ ადგილებზე მიღებული იქნა სხვა კონკრეტული პირები. ესეთი შემთხვევები მაგალითად იყო ასევე პროკურატურაშიც. მოგეხსენებათ, როდესაც შეიცვალა მთავარი პროკურორი ბოლო პერიოდში, მაშინ მასიურად რამოდენიმე პროკურორმა, არაერთმა პროკურორმა, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც მომართა და საუბარი იყო იმაზე, რომ მათ მოსთხოვას დაეწერათ განცხადება. ანუ არა თუ წინა ხელისუფლების კი ბატონო, თვითონ ამ ხელისუფლების პერიოდში, როდესაც იყო კბილაშვილი, მთავარი პროკურორი და შემდგომ ის წავიდა ამ თანამდებობიდან დაინიშნა ახალი მთავარი პროკურორი, ამას მოყვა კადრების ცვლილება პროკურატურაში. თავისთავად ის მომენტი, რომ კადრები შეიძლება იცვლებოდეს, ამაში პრობლემა არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ეს რა ფორმით განხორციელდება და ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ გზით, რაც არის კანონმდებლობაში მოცემული და როდესაც კონკრეტულ თანამშრომელს პროკურორს თხოვენ, რომ მან დაწეროს განცხადება და საკუთარი ამ ფორმით წავიდეს სამსახურიდან, როდესაც ეს მისი სურვილი არ არის, რა თქმა უნდა, აქ უკვე ცხადია, რომ არის და თუ კი თქვათ ადგილობრივ თვითმმართველობის თქვათ სტრუქტურებში იქ ვერ იცავს თავს თქვათ დასაქმებული, აი პროკურორების შემთხვევაში, რომელიც კანონმდებლად იციან და თქვათ მექანიზმებიც თავის დაცვის ამ შემთხვევაში სამართლებრივი, აი აქ თუ მოხდა თქვათ აი ეს თავდაცვის მექანიზმი თუ ჩაირთო და თუ დაიცვეს თავი და ეს კანონიერება თუ აღდგა. აქ არის ესეთი მექანიზმი, იმ
კონკრეტულმა პროკურორებმა, რომლებმაც უარი თქვეს განცხადების დაწერაზე და არ დაწერეს საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, მათ მიმართ უკვე დისციპლინური წესით მოხდა სამსახურიდან ისეთი ბრძანებები მიღებული და დისციპლინური წესით მოხდა მათი გათავისუფლება და ჩვენ გვაქვს მაგალითად ერთ-ერთი პროკურორის საქმე, რომელიც დავას აგრძელებს, იმიტომ რომ ის საქმეში ცხადად ჩანს, რომ მისი გათავისუფლება თუმცა ეს გრძელდება უკვე წელიწადია, ხო, როგორც დიახ, ანუ მან სარჩელი რამოდენიმე თვის წინ შეიტანა და ჯერჯერობით ეს სასამართლოში განხილვის ეტაპზეა, ასევე სხვა სამინისტროებიდან გათავისუფლებული პირების საქმეები ჩვენ გვქონდა წარმოებაში, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში გათავისუფლდა, ასევე დისციპლინური გადაცდომის, ანუ ის დარღვევისთვის გათავისუფლეს, უზენაესი სასამართლომ, მანამდე ქონდგომა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გათავისუფლება არ იყო დასაბუთებული და აღადგინა ეს ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე, რომელზეც მუშაობდა. ანუ ეს დარღვევები პრინციპში ანუ შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ რატომ იხარჯება 1000-ზე მეტ სიფში მომუშავეთა ხელფასებზე მილიონები, ათობით მილიონი, რომელიც ბიუჯეტში უნდა წასულიყო? და რატომ არ იხარჯება ფული ბიუჯეტით დამტკიცებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რამაც შარშან ლარის ვარნა გამოიწვია და ამის გამო ექსპერტები წელსაც იგივეს გამეორებას ელოდებიან. დაგვაგებთ.